წლებია ვერანოდია ამ სივრცეში დღის უმეტეს ნაწილს ატარებს. ის კერამიკოსია, რომელმაც საკუთარი თავი თიხასთან ურთიერთობასა და სხვებისთვის ცოდნის გაზიარებაში იპოვა. ჩავაბარე არქიტექტურაზე, სადაც ვისწავლე 1 წელი და მივხვდი, რომ რაღაცა ეს საქმე არ იყო ჩემი რა, რაღაცა ვერ გამოვიყენებდი ცხოვრებაში და დავიწყე ძიება, რომ სად შეიძლებოდა თავი მეპოვნა. მამას მეგობარმა წამიყვანა სიმონ ჯანაშიას მუზეუმში და სწორედ ამ მუზეუმმა და ამ საცავმა, სადაც მოვხვდი ამ სივრცეში, ჩემზე ძალიან იმოქმედა გესმით და მივხვდი, რომ ჩემი საქმე იქნებოდა კერამიკა. მას შემდეგ სამხატვრო აკადემიაში კერამიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა სკოლაში დაიწყო, სადაც ბავშვებს თავის გამოცდილებას 17 წლის განმავლობაში უზიარებდა. რიგი მიზეზების გამო სკოლის დატოვება მოუწია. თუმცა ბავშვობის სიყვარულმა კვლავ ამ სფეროში დააბრუნა და საკუთარი სახელოსნო გახსნა. დღეს ვერანოდია სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის გაკვეთილებს აქტიურად ატარებს და მათ შესაძლებლობას აძლევს თიხის საშუალებით საკუთარი ემოციები და განცდები გამოხატონ. თიხა არის ჩემთვის თავისუფლება რა, რო ვეხები მგონია, რომ ძალიან დიდ სიღრმეში გავდივარ, იმიტომ რომ მაძლევს იმის საშუალებას, რომ შევქმნა და გავაკეთო ისი გაკეთებაც მინდა, ეს იქნება ჭურჭელი, ქანდაკება, მინიატურა, სამკაული და ასე შემდეგ და ბავშვებსაც ამ კუთხით ვასწავლი სწორედ, რომ თიხით შეგიძლიათ შექმნათ ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ღრმაა, ძალიან მისტიურია, ჯადოქრულიც ესე ვთქვათ და რაღაცა ბევრი დადებითი თვისებები აქვს. პირველ რიგში ნახე, ესე კარგად გადაზილე, ხელი დაისვენე და მაქსიმალურად ესე დაამუშავე და წამოყვეს კარგად თიხა. მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი კრეატიული აქტივობა თიხით ძერწვა ბავშვებისთვის ამშვიდებს ძალიან, მე კონცენტრაციის უნარს მატებს, სრულიად გადაყავს სხვა სამყაროში რა, რეალობას წყდება იმ დროს ბავშვი და მთლიანად თავისი წარმოსახვით და ემოციებით გადადის თუნდაც 1 საათით რაღაცა იმ ნამუშევრის შექმნაში. აუმჯობესებს ფანტაზიას, გემოვნებას და რაც შემდგომში მე ბავშვებს ძალიან ადგებათ ეს ყველაფერი. დღეს რა თემაზეც ვიმუშავეთ და რაც შევქმნით დღევანდელი ნამუშევრები, შეგვიძლია დავალაგოთ ამ დაფაზე განვათავსოთ ყველაფერი. ბავშვებთან ურთიერთობა არის ძალიან დიდი ბედნიერება, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაცა მე ვამბობ, რომ არიან პატარა გენიოსები. იმდენად ღრმა არის მათი გამოძერწილი და დახატული, რომ რაღაცა ალბათ ვერ შეძლებს ესე დიდი ადამიანი. იმდენად ღრმა არის მათი თითოეული სიტყვა, თითოეული წინადადება ჩემთვის, რომ ძალიან მაფიქრებს ბევრ რაღაცაზე. ამიტომ ხშირად მინდა, რომ ვიურთიერთო ბავშვებთან, იცი? მინდა გითხრათ, რომ ბევრ სწავლობ მათგან, უფრო მეტად ვიდრე დიდებთან სიმართლე გითხრათ. ამ სახელოსნოში დრო თითქოს ნელა გადის. თიხა პატარების ხელებში ჯერ ფორმას იღებს, შემდეგ კი მათივე წარმოსახვით განსაკუთრებული ფიგურები იქმნება. სწორედ ესაა ხელოვანის უნიკალური საქმე, რომელსაც უკვე წლებია დიდი სიყვარულით და სიფრთხილით მიჰყვება. თიხასთან მუშაობა და ბავშვებთან ურთიერთობა, ეს არის დიდი სტიმული ჩემთვის. ეს არის რაღაცა მთელი ცხოვრების არსი, ესე ვთქვათ და რაც შეიძლება მინდა, რომ ბევრი ბავშვი ეზიაროს ამ საქმეს და ეს ჩემი ცოდნა, რაც გამაჩნია, ვთქვათ, გადავცე რაც შეიძლება მეტ ბავშვს.